ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, დედანო, ძმანო და დანო, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ღვთისაგან გაუცხოებისა და წუთისოფელზე მიჯაჭვულობის შესახებ. ამ თემას ეხება სულთმოფენობიდან მეხუთე შვიდეულის კვირა დღის წირვის სახარება. ეს სახარება გახლავთ მათესი მერვე თავის 22 მუხლიდან 34 მუხლების ჩათვლით. შინაარსი ამ სახარებისა შემდეგია. მაცხოვარი მიდის სოფელ ქალაქ გერგესასთან, სადაც მას შემოხვდებიან ორი ბოროტის სულით შეპყრობილი ადამიანი. და მათში დაბუდებული ბოროტის სულები მიმართავენ იესო ქრისტეს. რატომ მოხვედი დროზე ადრე ჩვენს სატანჯველად? რა არის ჩვენ შორის საერთო? ეს საყვედური და რაც თავარია ისინი ეუბნებიან, რომ იესო ქრისტე ძეო ღვთისაო. აი ეს არის უპირველეს ყოვლისა პირველი დასტური იმისა, რომ ლაპარაკობენ არა ეს ბოროტის სულით შეპყრობილი ადამიანები, არამედ თვით მათში ჩასახლებული დემონები. იმიტომ რომ არა თუ ამ უბედურმა ადამიანებმა არ შეიძლებოდა სცოდნოდათ და ეცნოთ იესო ქრისტეში ძე ღვთისა, არამედ თვითმოციქულებსაც კი უჭირდათ, რომ ეღიარებინათ მისი სწორედ ღვთის ძეობა. და ეს დიდი მოვლენა იყო, როცა ეს პეტრემ გამოთქვა. მის თქმაც კი უჭირდათ, იმდენად ესე თქვათ არ იყო ადვილი. ასე რომ რასაკვირველია, ეს ადამიანები არ ლაპარაკობენ, მათში ჩასახლებული დემონები ლაპარაკობენ, მაგრამ აქედან რა შეჩანს, რომ დემონებმა იციან რასაკვირველი არა მარტო წინასწარმეტყველება, არამედ სულით ისინი გრძნობენ აი ამ ძალას, იესო ქრისტეს ძალას, მის ღვთაებრიობას და რაც თავარია გრძნობენ იმას, რომ მისი არსებობა ეს არის შეიძლება ესეთ ამავდროულად იყოს ცეცხლი ბოროტის სულებისათვის. ეს არის ტანჯვა ბოროტის სულებისათვის, სადაც იგია იქ ბოროტის სული ვეღარ ჩერდება. ამიტომაც ღვთის მადლი, როდესაც მოქმედებს ლოცვის ჟამს, თვით ქრისტეს მოწაფეებმაც კი განასხეს ბოროტის სულები მათ იმ ადამიანებისგან, რომლებიც მათ მიერ იყვნენ შეპყრობილნი. და ისინი არა მარტო იმით არიან შეწუხებული, რომ აი მოლოდინი აქვთ, რომ განდევნის, განასხამს ამ ადამიანებიდან ბოროტსულს, არამედ მათ იციან, რომ დადგება ჟამი სამყაროს აღსასრულისას და ბოროტის სულები კაცრად დაისჯებიან. ამის მოლოდინიც აქვთ, ყველაფერი იციან, მაგრამ აი ეს არის საოცრება, რომ არ შეუძლიათ იმდენად არიან აი ამ ღვთის მებრძოლეობაში, ესე ვთქვათ, მათი სული იმდენად ღვთის ბრძოლაშია, რომ იციან ღვთაებრივი ძალის უპირატესობა, რომ ღვთაებრივ ძალას ვერაფერს ვერ დააკლებენ, მაგრამ მაინც სულ ებრძვიან მას, ებრძვიან მის ქმნილებას, ადამიანს. და ერთადერთი რაც მათ იციან, რომ შეუძლიათ, დაამწუხრონ ღმერთი, როდესაც მის ქმნილებას დააზიანებენ. და ეს ზიანი რა არის? როდესაც ადამიანი არ ღვევს ცნებას, აი სწორედ ისინი ახერხებენ, რომ ადამიანები შეიყვანონ შეცდომაში, აცთუნონ, მათში აი ეს გარკვეული ვნებები, ცოდვილი ვნებები გააძლიერონ,
ადამიანი ცოდვაში ჩააგდონ, ამით სულიერ ღმერთის სიახლოვეს დააშორონ და შემდეგ სულ უფრო და უფრო მეტად მოახდინონ მათზე გავლენა, საბოლოოდ კი აი იმას მიაღწიონ, რომ ჩასახლდნენ ადამიანში და მთლიანად მართონ ადამიანის სული. და რას ნიშნავს ადამიანის სულის მართვა, რომ ადამიანი ხდება იარაღი ბოროტის სულის ხელში და აკეთებს ბოროტებას. აზიანებს მის გარშემო არსებულ, ასე ვთქვათ, ყოველივეს, რაც მის გარშემოა, პირველ რიგში ადამიანებს. და რასაკვირველია აი ეს სულიერი გამოფიტვა და ასეთი ადამიანის სრული დაცლა სათნოებებისგან საბოლოო ჯამში იმასაც ემსახურება, რომ ადამიანმა დაკარგოს ყოველგვარი ძალა შეწინააღმდეგებისა ბოროტის სულისა და ბოლოს თვითმკვლელობით დაამთავროს თავი, რაც ნიშნავს, რომ საბოლოოდ მოწყდეს ღმერთს. მაგრამ აი ჩვენ ხედავთ, რომ აი ამ ბოროტის სულების შეპყრობილობის მიუხედავად, რაც საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა სახარების ეულის სწავლების მიხედვით, ისინი ჯერჯერობით ცოცხლები არიან, ანუ ღმერთი იცავს, ღმერთი არ აძლევს უფლებას, რომ მიიყვანონ ბოროტმა სულებმა თვით მკვლელობამდე, მაგრამ აძლევს იმის უფლებას, რომ სტანჯონ იგი. რატომ? ასეთი კითხვა შეიძლება დაისვას. რატომ და იმიტომ, რომ როცა ადამიანი სულ უფრო და უფრო მეტს სწოდავს და სულ უფრო და უფრო მეტად ცილდება ღმერთს, ღმერთი უშვებს მასზე ტანჯვას, არა იმ გაგებით, რომ იგი დასაჯოს, არა იმ გაგებით, რომ ადამიანმა აი ამ ტანჯვაში ტანჯვის ჟამს დაინახოს თავისი ასეთი უბადრუკი მდგომარეობა, გაუსაძლისი მდგომარეობა, სიმწარე და გარკვეულად მოუხმოს უფალს. აი მოუხმოს, კვლავ მოუხმოს უფალს და არ არის გამორიცხული, რომ აი ეს ადამიანები, ეს ბოროტის სულით შეპყრობილი ადამიანები გაუაზრებლად, გაუცნობიერებლად თავისთვის, იმიტომ რომ მათი გონება დამნელურ შინაგანად მაინც მოუხმობდნენ უფალს. აი ეს ვინც მოუხმობს უფალს, უფალი ეხმარება და აი ეს ტანჯვა შესაძლებელია გახდეს საფუძველი იმისა, რომ აი ეს ნატანჯი ადამიანი ეძიებს შვებას და ბოლოს ისევ შეიძლება მიმართოს ღმერთს. თუნდაც გაუაზრებლად აი ემოციის დონეზე, შინაგანი ესეთი განცდის დონეზე, სადღაცა ის სიღრმეში ითხოვდეს, მისი სული ითხოვდეს შეწევნას, უფლის შეწევნას. ანუ ეს სასჯელი და კიდევ რა, რომ აი ადამიანი მძიმედ ცოდვილი ადამიანი, როდესაც მძიმედ იტანჯება, გარკვეული თვალსაზრისით მისი ცოდვები იწმინდება ამ მძიმე ცოდვებისაგან, რომ ძლიერად არ დაისაჯოს, ძლიერად არ დაისაჯოს. ეს ტანჯვა, აქ ამ ქვეყნიური ტანჯვა კიდევ ამცირებს მის სასჯელს, მომავალ სასჯელს. თუ საერთოდ არ მოიქცა ბოლოს და არ შეინანა, სასჯელი მაინც ექნება მცირე, შემცირებული. გარკვეული თვალსაზრისით ისევ და ისევ ეს ტანჯვაც არის ზრუნვა ადამიანზე. და აი მაცხოვარი მოდის და ესე იგი ბოროტის სულები იციან, როგორც უკვე ვთქვით, რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა, იციან, რომ მეორედ მოსვლის წინ, ესე იგი ბოლო ჟამს სამყაროს აღსასრულისას ის განჯის და რას თხოვენ, რომ თუ უნდა განდევნოს აი ამ ასე ვთქვათ ადამიანებიდან, რომ არ ჩააგდოს, ასე იგი ჯოჯოხეთში, დროზე ადრე. ანუ საბოლოოდ მათი ხვედრი არის ჯოჯოხეთში ტანჯვა, რაც ყველაზე გაუსაძლისია, მათ ეს იციან და ერთადერთი შვება აი ამ ბოროტის სულების არის, რომ თვითონ აქვთ კიდევ იმის ძალა, რომ ადამიანების ტანჯონ და ესე ვთქვათ რაღაცა ქმნილებას მიაყენონ, რაღაცა ზიანი. აი ეს არის მათი ერთადერთი ნუგეში.
ზიანის მიყენება და აი ამის უფლება რომ არ წაართვას მაცხოვრმა და რადგან ადამიანებიდან მათ ესე იგი განასხამს უფალი ამიტომ ისინი სთხოვენ რომ ღორების კოლხში შეუშვას ისინი და როგორც წმინდა მამები განმარტავენ აქ ამავე დროს მათი აზრი ის არის რომ ეს ღორების კოლტი გადაჩეხონ კლდეზე და ზღვაში დაახრჩონ რათა მათი პატრონები რომელიც ამ ქალაქ გერგესაში ცხოვრობენ აღშფოთდნენ აი ამ დანაკარგის გამო და არ მოусმინონ მაცხოვარს ანუ არ მოხდეს მათი მოქცევა აი ეს არის მათი აზრი რასაკვირველია უფალმა იცის ეს მაგრამ უფალს აქვს სხვა მიზანი მან იცის რომ იმდენად ეს ქალაქი იმდენად დაშორებული არის ღმერთს სულიერებას რომ იმდენად მიჯაჭულია წუთისოფელს ამ ქვეყნიურ ესე ვთქვათ სიმდიდრეს ქონებას ტკბობას ამ წუთისოფლის სიამეებით ტკბობას იმდენად მიჯაჭულია რომ მათ რომ გაიგონ რომ ეს ორი ადამიანი ბოროტის სულით შეპყრობილი რომელიც მათთვის უდიდესი უბედურება იყო იმიტომ რომ გზაზე გავლის ეშინოდათ სადაც ეს გამოჩნდებოდა ეს ბოროტის სულით შეპყრობილი ადამიანი ძალიან დიდ საფრთხეს უქმნიდნენ ადამიანებს და მიუხედავად ამისა მან იცოდა მაცხოვრმა რომ მათ გაეგოთ რომ ეს ადამიანები განიკურნენ მაინც არ მიაქცევდნენ ყურადღებას და არ მოვიდოდნენ მათ სანახავად და მან იცოდა რომ აი თუ მათი ქონება ასეთ დაკარგავდნენ ქონებას და ეს ღორის კოლტი ზღვაში დაინთქმებოდა ისინი მოვიდოდნენ და იხილავდნენ ამ სასწაულს და ეს იყო კიდევ ერთი შანსი რომ მათში აი ღვთის ძალის ხილვას რაღაც ფერისვალება გამოეწვია ეს ანუ პოროტი ცდილობს რომ პირიქით ხალხის მოქცევას ხელი შეუშალოს მაგრამ მაცხოვარი პირიქით თulis რომ აი ეს არის ერთადერთი შანსი რომ ისინი მოვიდნენ და იხილონ ეს ბოროტის სულით შეპყრობილთა განკურნება და აი ამან იქნებ დააფიქროს ისე მართლაც მოდიან ისინი ხედავენ ამ ბოროტის სულით განკურნებულ ადამიანს შეპყრობილ ადამიანების უკვე განკურნებულებს რასაკვირველია გაოცებულები არიან მაგრამ მიუხედავად ამისა აღმოჩნდება რომ იმდენად მათთვის მიწიერი ცხოვრება არის მთავარი იმდენად მათი სიყვარული წუთისოფლისადმი არის ძლიერი რომ ეს დიდი ღვთაებრივი სასწაული ეს ღვთაებრივი დიდება თუნდაც ის რომ აი ამ დიდ განსაცდელს ღმერთმა აშორა და განსდევნა ესე იგი არა მარტო ამ ადამიანებისგან აი ამ ქალაქის სიახლოვისგან განდევნა ეს ბოროტის სულები აი მათ იმდენად მიჯაჭულები არიან წუთისოფელს რომ აი ეს ღვთაებრივი დიდების განცდა მათში ფაქტიურად სრულიად ესე ვთქვათ დახშული აღმოჩნდა სრულიად დახშული აი მას ქვია თვალი ქონდეთ და ვერ ახედავდეთ ყური ქონდეთ და არ აგესმოდეთ ესე იგი ვერ აღიქვეს ღვთის დიდება რომელიც გამოვლინდა და რომელსაც შეეძლო ადამიანის ცხოვრება შეეცვალა და ეთქვათ რომ აი ასეთი დიდია ღმერთი ასეთი ძლიერია ღმერთი მან გვიხსნა ამ ბოროტის სულით შეპყრობილი ადამიანების საფრთხისაგან მას შეუძლია კიდევ მრავალი სიკეთე მოგვიტანოს და მიუმართოთ მას და ეს მსხვერპლი აი დაღუპული ღორების ეს ქონების დაკარგვა არაფერია იმ სიმდიდრესთან რომელსაც ღმერთი სთავაზობს ადამიანს და აი წარმოიდგინეთ როგორ შეიყვარა ადამიანმა წუთისოფელი რომ მას აღარ შეუძლია შეიყვაროს ღვთაებრივი დიდება ღვთის მადლი და ესე იგი პირიქით ისწრაფოს მისგენ ამიტომაც ამბობს იოანე ღვთისმეტყველი ერთ-ერთ ეპისტოლეში რომ სიყვარული ამასოფლის სამტერობაა ღვთისა დიახ
ესე იგი იმდენად უყვარს ეს წუთი სოფელი, იმდენად არ შეუძლია რომ შეიძლება მოწონს, შეიძლება ესე გარკვეულად ღვთის დიდების მნიშვნელობას აღიქვამს ნაწილობრივ მაინც, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არ მოუწევს აი ამ წუთისოფლისგან მოწყვეტა, წუთისოფლის სიამისგან, ტკბობისაგან, აი ამ სიმდიდრისგან, ქონებისგან მოწყვეტა და აი ეს მაცხოვარი ფაქტიურად თავაზობს არჩევანს სულიერ სიმდიდრესა და ხორციელ სიმდიდრეს შორის და ისინი აკეთებენ არჩევანს ხორციელი სიმდიდრე. აი ურწმუნოება საერთოდ, აი მოდის სწორედ აქედან. როდესაც ადამიანი შეიყვარებს წუთისოფელს ღმერთზე უფრო მეტად და ამიტომაც ჩვენ წინა სახარებების შესახებ საუბრისას გქონდა ასეთი ადგილი სახარებიდან ნახსენები, რომ შეუძლებელია ორი ბატონის სახურება, ანუ ერთი იგი უნდა მოიძულო და ერთი იგი უნდა აი ვერ მოიძულეს. ესე იგი მამონა, ანუ წუთისოფლის სიმდიდრე, ქონების სიყვარული და შესაბამისად მოიძულეს ღმერთი და რა, სთხოვეს მას, რომ დაეტოვებინა აი ეს მათი ტერიტორია და რასაკვირველია მაცხოვარი განერი და დიდი გულის ტკივილით, რომ მათ ვერ შეძლეს აი ამ დიდი წყალობის მიღება. აი ეს არის მთავარი აზრი და ეს კიდევ ერთხელ გვეუბნება, რომ რა არის ჩვენი სულიერი ცხოვრების საფუძველთა საფუძველი. ის რომ უპირველესად უნდა გვიყვარდეს ღმერთი და ყველაფერი დანარჩენი, რაც ღმერთმა შექმნა, გვიყვარდეს მხოლოდ იმის საფუძველზე, რასაც ქვია სულიერი ცხოვრება. სწორი სულიერი ცხოვრების საფუძველზე ამ ქვეყნიური ყველა სიკეთე კიდევ უფრო მეტ სიხარულს, კიდევ უფრო მეტ ტკბობას განაცდევინებს ადამიანს, მაგრამ მთავარი უნდა იყოს სიყვარული ღვთისა და აი ამაზე დაფუძნებული მწიერი ცხოვრებასაც შეუძლია ადამიანს ბევრი სიხარული და ნუგეში მოანიჭოს. ამიტომაც კლავაც ჩვენ აი ვახსოვდეს, რომ თუ ჩვენში რწმენა სუსტდება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენში იზრდება სწრაფვა წუთისოფლის ტკბობისაკენ, წუთისოფლის სიმდიდრისაკენ. ამას სოფლის, ასე ვთქვათ, ნუგეშის ცემისაკენ. თავარი ნუგეშინის ცემა ჩვენ უნდა მივიღოთ უფლისაგან და აი როცა შევამჩნევ ჩვენ თავში რწმენის შესუსტებას და მიჯაჭვულობას წუთისოფლზე, აი ეს უნდა მოვინანიოთ. და აი მარხვაც მეტი არაფერი არ არის, როცა ადამიანი ცდილობს თავი შეიკავოს ზედმეტი მიჯაჭვულობისაგან, წუთისოფლზე მიჯაჭვულობისაგან და აი ღმერთმა მოგცეს ძალა, რომ ახლა პეტრე პავლობის მარხვაში ვიმყოფებით რამოდენიმე დღე დარჩა სულ ამ მარხვის დასრულებამდე, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ გავიაზროთ ჩვენი შინაგანი სამყარო, რამდენად შეგვიძლია სულიერი სიმდიდრის მოპოვებისათვის ვიზრუნოთ მეტად და გარკვეულად დავთმოთ წუთისოფლის სიმდიდრე და წუთისოფლის სიტკბოება სულიერის გასამდიდრებლად. და შევეცადოთ, რომ ღმერთს ვთხოვოთ ამაში დახმარება და სადაც ამას ჩვენ ხანდახან ვგრძნობთ, რომ ვუთმობთ წუთისოფელს, ვუთმობთ ჩვენს ვნებებს, სოდვებს, აი ეს მოვინანიოთ. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და მრავალ დღესასწაულს დაგასროთ ჩვენთან არს ღმერთი.